Იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი შემადგენლობის ცვლილება აუცილებლად მოხდება, ამას ეთანხმება ვენეციის კომისიაც და რომც არ ეთანხმებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჭიროებს ცვლილებას. ვენეციის კომისია ეთანხმება იმას, რომ პრეზიდენტს აღარ უნდა ჰყავდეს იქ წევრები, რომ დეპუტატები აღარ უნდა იყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ის ეთანხმება იმასაც, რომ არ შეიძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კორპუსს წარმოადგენდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარეები. გამომდინარე იქიდან, რომ 8 მოსამართლე წევრიდან 6 წევრი სულ ცოტა არის თავმჯდომარე, ეს თავმჯდომარეები უნდა შეიცვალონ. ჩვენ გვინდა, რომ კონფერენციამ აირჩიოს ახალი წევრები დემოკრატიული წესით. კმაყოფილი ვარ იმით, რა დასკვნაც დაიდო. ვენეციის კომისიის მოსაზრებით სასამართლო ხელისუფლების მომავალი ფუნქციონირებისა და ორგანიზაციული საკითხების შემუშავების დროს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის უწყვეტობას. საბჭოს ყველა წევრის ვადაზე ადრე შეცვლა დანერგავს იმის პრეცედენტს, რომ ყოველ ახალ მთავრობასა თუ პარლამენტს შეიძლება საბჭოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა. ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედ შემადგენლობას მიეცეს მანდატის დასრულების შესაძლებლობა.